რა ვთქვი ისეთი ახლა მე რა ისეთი რომ ესეთი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა. ეხლა მოდი გადავტარგობდოთ. ესე იგი, კაცმა არ უნდა იცხოვროს ქალის სახლში. რას ნიშნავს ეს? აგიხსნით, იმიტომ რატომ არ უნდა იცხოვროს, ბერმა დამისვა ეს კითხვა. ჩვენ კოლექტიური აზროვნებაში, კულტურაში არის მიღებული ის, რომ როცა შენ ყავს ბიჭი და გოგო, ბინას, ქონებას ვის უტოვებ? ბიჭს, მარტო ბიჭს. გოგოს წიხრი ამოვაკრათ და რამე ეშველება, გათხოვდება რას? ხვდები. ნუ არასწორი დამოკიდებულება თამბროთ უნდა წილდება, უნდა გამანაწილოთ ქონება, მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს. ისიც გოგოც შვილია, ბიჭიც შვილია, ხო ეგრეა? არასწორი, მაგრამ ხა როცა არა გაქვს ამდენი შემოსავალი ან ქონება რა გააკეთო ჯობია ბიჭს დაუტოვო, ხო? ესე გამოდის, ნუ ესე აკეთებ თქვენ. არასწორი, იმიტომ რომ გოგოები დაჩაგულოთ ხსოვენ თავს. ქალი ზოგადად ანუ დისკრიმინაცია ეს უკვე, ხო? აბა რა არის დისკრიმინაცია არ არის? ხო და ამიტომაც არიან ხოლმე რომ ჩაგრავე შეთქო ან ქალბატონებს ან წასვლელი არ აქვს, ხმას ვერ იღებს. ახლა მაგალითად გათხოვდა, ხო? წავიდა, ნუ არ გაუმართლა, არ აღმოჩნდა ბედნიერებაში. დაბრუნება უნდა, სად დაბრუნდეს? ამ ბიჭსაც ცოლი ყავს, ხო? იმ სახლში რომ ეჩენ მიეცი. და სად დაბრუნდეს ეს ქალი? სად დაბრუნდეს? კი ხო წმომითხარით. ზუსტად იმის გამო რომ ძალადობას იტანენ ქალები არის ის რომ არ აქვს ჭერი და სახურავი თავზე. ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს უამრავი ესეთი. უამრავი. და იტანენ ფურთხებას, გინებას, შეურაცხყოფას, დამცირებას ეს ქალები მის გამო რომ არ აქვს თავს შესაფარი, ხო? და ძალიან კარგი გამოსავალია ემიგრაციაში წასვლა. ძალიან კარგი გამოსავალია ემიგრაციაში წასვლა და ამბობენ ხოლმე წავა დაგეხმარება ფულს გამოგიგზავნი რა, ოღონდ არ მცემო. და არ გამათახსენო, ყველაზე არ ვსაუბრობ მეგობრებო, ხა ემიგრაციაში ყველა ნაციმი ქალი არ არის, არა. მაგრამ ეს მოდელი, რამდენიმე მოდელი არსებობს, ხო, იმისა თუ რატომ მივდივარ ემიგრაციაში. გასაგებია. ესე იგი, რატო არ უნდა წავიდეს? იმიტომ რომ მამაკაცს აქვს ეგოცენტრიზმი, მამაკაცს უყვარს ლიდერობა და სულ იმაზე გაქვთ დავა, რომ აი ეს რაც ხდება აი ამ პერიოდში, რომ რაღაც მოდერნიზაცია, რაღაც ფემინიზმზე აქვს საუბარი, რომ ქალები ვამტკიცებთ იმას, რომ ჩვენ თანასწორნი ვართ და თქვენ ამ ყველაფერს აპროტესტებთ და არ მოგწონთ. ხო, და სხვანაირად გესმით ეს ყველაფერი აი უფლებებზე რო გაქვთ საუბარი ხომ რა თუ ჩვენ თანასწორნი ვართ და ერთნაირი უფლებები გაქვთ ქალი რატო არ მიდის ჯარში აი ქალმა აკეთოს ის რაც კაცი აკეთებს თუ რაღაც ეგეთი ისინი გაქვთ რა არა ჩვენ ქალები გავაკეთებთ რა თქმა უნდა რასაც აკეთებენ მამაკაცები მაგრამ კაცები ვერ გააკეთებენ რასაც ქალები აკეთებენ ვერ გააჩენთ თქვენ შვილს დაიკაჩავებ დაიყენებ კუნთებს მაგარი ძლიერი გახდები კი ყველაფერს გააკეთებ ქალმა შეიძლება გააკეთოს ყველაფერი რასაც კაცი აკეთებს მაგრამ კაცი ვერ გააკეთებს იმას რასაც ქალი აკეთებს აბა მიდი გააკეთეთ გააჩინეთ შვილები მე ვფიქრობ მაგარია ეხლა ხუმრობ რა მიყვარს ხოლმე ხო იცი მაიმუნობები და მაგრამ რეალობა ისაა რომ ესია სიმართლე და რეალობა რომ კაცი ბავშვს ვერ გაარჩევს ისიც რეალობაა რომ ქალი კაცის გარშ ვერ გაარჩევს ბავშვს ხო ჰარმონიაში უნდა ვიყოთ ერთმანეთს უნდა გავუკოთ ერთმანეთს უნდა თანაუგრძნოთ და ის რომ საქართველოში კაცს ახლა ჩასიძება არ უნდა ეს ახალი ამბავი არ არის არ უნდა ჩასიძება კაცო რატო უნდა უთდეს არ არის ეს მენტალობაში კულტურაში მიღებული ჩვენთან ხო შეიძლება ძალიან კარგი ბიჭია სტილობიანი განათლებული რაღაცა და ნუ არა აქვს სახკარი რა გქონდა ახლა სახლიდან გამოვაგდოთ და უთხრათ იცი არა მე სახლში არ შემოგიშვებ იცი რა კაცი ხარ ხო ხვდებით ნუ ისეთი გოგოა სახლი აქვს ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად ამის სახლი არ აქვს რატომაც არა ხო მაგრამ რას გხსნობს ეს ბიჭი საინტერესო დაწერეთ აი ჩასიძებულო მამაკაცებო რას გხსნობთ დაგვიწერეთ კომენტარებში ოღონდ გულახთ ნუ იგინებით რატო იგინებით კაცო
რატო იგინებით მითხარით ერთი? ჰა? არ შეიგინოთ დაწერეთ როგორ გქონთ თავს ახლა თქვენ იმის გამო რომ აი ეს მამაკაცური ეგოცენტრიზმი დაგეკმაყოფილებინათ წახვედით ბევრი იშოვეთ ბიზნესი გაავითარეთ გამოიმუშავეთ საკმაოდ კარგი თანხა იყიდეთ ახალი სახლი უვლით აი შეიძლება ახლა ადამიანს ერთი სახლი ჰქონდეს ახლა შემოგიშვა მცომა მაგრამ იმდეს გამოიმუშავებ, იმდეს აკეთებ, ული ყველას, შვილებს, ცოლს, ანუ სიდედრს, ხო, სიმამას, რაღაცა, ხუთ სახლს იყიდიდი. ამშინ გამომუშავებულიდან, კაცო. მე არ საუბრობ ისეთ მამაკაცებზე, რომლებიც შრომელები არიან. მაგრამ გინდა რომ შენი კონდეს და აღწამე რომ შენი უნდა კონდეს, გესმის? ეს მამაკაცური თვისებაა, რა ვიცი, მე ესე მიმოჩნია. აბა მამაკაცებს დაწერეთ კომენტარებში. არა ეს მამაკაცური თვისება. მე განამამობ რომ არ შეუშვათ კაცის ახლოში. შეიძლება შეუშვა, მაგრამ შემდგომში ეს კაცი რას აკეთებს? ხო დუნდება მისი ფსიქიკა? ხო? ერგება ამ გარემოს? რა კაია, მომემსახურონ. ყველანი მომემსახურონ. თუ იბრძვის იმისთვის, რომ თავისი შექმნას, თავისი კონდეს ხო, უფრო მაგარი ტიპი იყოს და ახლა მათგლების შეგრძნება აქვს, აი რა კაია, იმ სიტუაციაში გვჭირდებოდა ის სახლი, მე არ მქონდა, კაცო. ძალიან ბევრი ვარიანტებია ისეთი, რომ აი ახალგაზრდა, ანუ ჩამოსულია რაღაც რაიონიდან, ну, ან კიდე ხირი ცხოვრობდა მისი ოჯახი, ну, რაღაც მოხდა გარემოებიდან გამომდინარე, ან არ ელაპარაკება თავის მშობლებს, ან რაღაც უამრავი მაგალითები გვაქვს, ხო? მაგრამ მამაკაც მაინც თავისი უნდა რა გქონდეს რა. მე მინდა რომ ჩემი მქონდეს, ქალი ვარ, მე მინდა რომ ჩემი მქონდეს. მინდა რომ ჩემი მქონდეს, რომ რაღაც დამოუკიდებლობის შეგრძნება მაქვს, თავისუფლების შეგრძნება მაქვს. ხო? არ გაქვთ ეს მომენტი? აი ახსნა გამარტება ძალიან კარგია ხოლმე. მე მიყვარს ხოლმე პროპაგანდული ვიდეოების ჩაწერა, მაიმუნი ადამიანი ვარ მე. მიყვარს რა ეხა ეგეთი რაღაცების გაკეთება. ხო იცით შეფხასეთი ვინც მიცნობთ და კარგად დააკვირდით ხოლმე, ხო? ნუ აი ემოციებს ნუ აყვებით. რაღაცას ვამბობ ხოლმე, აბა დააკვირდით კარგად. ერთხელ მოусმინეთ, მეორეჯერ მოусმინეთ ხოლმე ვიდეოს. ერთხელ მოусმინეთ, ხო? კიდე მეორეჯერ მოусმინეთ ხოლმე ვიდეოს. აბა კარგად დააკვირდით და დასკვნების ხვანაირი იქნება ხოლმე, შეგეცვლებათ აზრი. მე რა გაბრაზდით, მე რა შეიგინეთ, მე რა არ დამეთანხმეთ, არაფერი, არ დამეთანხმდით, ხო? არ დავშეთანხმდით, არ დამეთანხმეთ. ხო? მე რა მოხდა? არაფერია. ეს ვიდეო არ მოგეწონა, სხვა ვიდეო მოგეწონება, სხვაგან დამეთანხმები. ხო ეგრეა, ყველაფერში ერთმანეთს ვერ დავეთანხმებით. ხო და მე არ მწყინს. მე ამიკას მოყარე ადამიანი ვარ. ხო? მიყვარს ადამიანები. ფსიქოლოგი ხალი ვარ და როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანები. მოგეთ მეგობრებო, მე იეროზისი პატეშებთ ყველას ონლაინ კონსულტაციაზე, ყველას გელოდებით. ანუ მე ვარ ოჯახის ფსიქოლოგი, ფსიქოსექსოლოგი, მობრძანდით კონსულტაციებზე გვაქვს დაძაბული ურთიერთობები, შფოთვები, პანიკური შეტევები, ხო შიშები, დეპრესიული განწყობა, დეპრესია, ხო, გაქვთ პრობლემები თქვენს შვილთან, თინეიჯერთან, ბავშვს აქვს პრობლემები. მე ბავშვებთან მუშაობ იმ შემთხვევაში, მარტო იმ შემთხვევაში, თუ მშობლებთან ერთად მოდნენ კონსულტაციაზე. ანუ კომპლექსურად მუშაობ, ხო, მშობლებთანაც მუშაობ და ბავშვთანაც მუშაობ. ოკეი. და ვისაც გაინტერესებს, აი ზოგადი გასაუბრება შეიძლება მოგინდეთ, ხო, თერაპია არ გინდეთ. ფიქრობთ, ყველაფერი კარგად გაქვს, მაგრამ აი ფიქრობ, რომ აი კარგი იქნებოდა იეროზისთან გასაუბრება. კი ბატონო, მე მაქვს 20 წუთიანი გასაუბრებებიც. ხო? 20 წუთიანი გასაუბრება, თუ რამდენი ჩდება, მოგწერეთ პირადში და გიპასუხებენ. ძალიან დიდი მადლობა. აბა თქვენ კარგად.